საპარლამენტო ასამბლეის ეგრეთ წოდებულ რეპორტერებთან, რომელმაც ანგარიში უნდა დაწერონ საქართველოზე, მათთვის ეს მეორე ვიზიტი არის იანვრის შემდეგ და იანვრის შემდეგ ბევრი რამ განვითარდა ქვეყანაში, რომელიც ანტიდემოკრატიული არის, დემოკრატიის წინააღმდეგ არის მიმართული, მათ შორის პარტიების აკრძალვა, რეპრესიები, რომლებიც გრძელდება, ახალი საქმეები პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, ანუ ბევრი რამე მოხდა, რაც რის შესახებაც ინფორმაციის მიღება სურდათ რეპორტერებს. ცხადია, ჩვენი მთავარი აქცენტი გაკეთდა იმ დემოკრატიულ კურსზე, რასაც ვუყურებთ, მათი კითხვებიც ამათ შეეხებოდათ. მთავარი მაინც მათთვის წარმოუდგენელი არის დემოკრატიული სამყაროსთვის, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პარტიები აკრძალული არის, როგორ მიდის პოლიტიკური პროცესი და ლეგიტიმური კითხვა არის, ყველა ჩვენ დასავლეთ პარტნიორს ეს აინტერესებს. გაქვთ პარალელურად კითხავთ განცდა, რომ ეს პროცესი გავა ბოლომდე. რომელი პროცესი? აკრძალვის პროცესი. თუ ესეც რაღაც ოცნებას ჩვევია, მსგავსი ტიპის, თქვით, ჰაერში გამოკიდება პროცესების. ეს არის დამოკიდებული სავაჭროთ, დასაშინებლად და ასე შემდეგ. იმ ტემპებს, რასაც ვუყურებთ, როგორც მოქმედებს ქართული ოცნება, იმ შიშის ფაქტორით, რითაც ისინი იმართებიან და იმ პარანოით, რასაც ვუყურებთ ყოველდღიურად ქართული ოცნების მხარეს, მე ეჭვი მაქვს, რომ მას მიიყვანენ ბოლომდე და ძალიან სწრაფად მიიყვანენ, იმიტომ რომ მათ აქვს სურვილი როგორღაც დაამშვიდონ თავისი ამომრჩეველიც და დგამენ კონტრასტს, როდესაც თავისი შვილების ჭამა დაიწყეს, უამრავი ქართული ოცნების წარმომადგენელი კორუფციის ფაქტს, რომელიც წლები იყვნენ ჩართული, დაკავებები მიმდინარეობს, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, საქმეარის აღზრული და არა მარტო მასზე, მთლიან მის გუნდზე. ანუ ამისი დაბალანსება მათ ჭირდებათ, რომ თავისივე ამომრჩეველს აჩვენონ, რომ აქეთ, რომელიც მათ ქართული ოცნების თავარი ამოცანა იყო, რომ ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა უნდა გაანადგურონ და დაასრულონ, ამის აღსრულება აჩვენონ. თუმცა მან აკრძალვაში მოყვა ასევე არა მხოლოდ თანაგუნდელების ჭამას აყურებინებენ, არამედ მათთვის მიუღებელი ვთქვათ ადამიანებს პარტიებს უყრია. იმიტომ რომ ლეგიტიმაციას ვერ იღებენ ქვეყნის შიგნით ხალხისგან, პროტესტი გრძელდება, ლეგიტიმაციას ვერ იღებენ ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ არ აღიარებენ და არ ხვდებიან. შესაბამისად, მათ ჭირდებათ თავისი ველი აქტიური ლეგიტიმაციის თემა დღეს ოცნებისთვის ისევ აქტუალურია. თქვენ ფიქრობთ, რაღაც ეს რაში უშლით მათ ხელს, რომ რაღაც ეფექტური გადასახედიდან მართვა ახორციელებს. ქართული ოცნების თავარი ამოცანა რა იყო, როდესაც მან არჩევნები მიიტაცა, რეპრესიები დაიწყო, აი ამის ფონზე დასავლეთს ელაპარაკა მათთან და ეღიარებინა როგორც ავტოკრატი სახელმწიფო, ისეთი როგორც არის ბელარუსი, ისეთი როგორც არის რუსეთი, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ. ანუ მათთან ხონდა ეღიარებინა ისეთი როგორიც არის. ისეთი როგორც არის და როგორი არის ქართული ოცნება, გამოჩნდა ბოლო 1 წლის მანძილზე, რომ მან საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა და არჩევნები მიიტაცა, პარტიები გააუქმა, არ დატოვა მედიები თავისუფალი და თქვენ რო დღეს საერთოდ გაქვთ საშუალება რომ იმუშაოთ, ესეც თქვენ იცით როგორ გიწევთ ამის გადაგორება და საერთოდ მუშაობა. ანუ აი ეს გამოაჩინა ქართულმა ოცნებამ მიუხედავად აი ამ ზეწოლისა, მას უნდა რომ დასავლეთი ელაპარაკოს და ეხვეწება. და ეხვეწებაში რა იგულისხმება? ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მაგალითად, როდესაც ევრონესტმა დაგპატიჟა ჩვენ პოლიტიკური პარტიები, პროდასავლური ძალები, ასევე სამოქალაქო სექტორი, ეს გააპროტესტეს და ამის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს ევრონესტს. აი ვისაც დღეს შეხვდით, ეს ადამიანები ხვალ ოცნებასთანაც გეგმავენ კომუნიკაციას. თქვენთან წინასწარ შეხვედრა ეს შეიძლება იყოს ასევე უარის რა თქმა უნდა და დღე არ აქვს დადასტურებული ქართული ოცნებიდან ვინ ხვდება მათ. ანუ არ აქვს მათ პროგრამაში არ იციან ვინ შეხვდებიან ეს რეპორტერები. გიორგი, დღეს კომენტარი, რომელიც ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენლის დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრობიუროკრატები შეეგუებიან ას, რომ ვერც არჩევნებით, ვერც არეულობით ვერ ჩაგვანაცვლებენ, ადგებიან და დაგველაპარაკებიან. არის თუ არა ეს იმ ტიპის ფორმულა, რაზეც აქვს ოცნებას რეალურად გაცვლა? ხადი, სწორედ ეს იმის გაგრძელება, რაც თქვენ მათ ჭირდებათ ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია ოღონდ ის ლეგიტიმაცია არა, რომ მათ დემოკრატიული ნაბიჯები გადადგან, თანასწორი იყვნენ დასავლელ ქვეყნებთან, შეინარჩუნონ, ანუ ერთი ნაბიჯი მაინც რო გადაედგა ქართულ ოცნებას, პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინა, ან ის რეპრესიები არ განეხორციელებინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, დასავლეთი მათ დაელაპარაკებოდა, მაგრამ ყველა მათი ნაბიჯი არის იმაზე უარესი, ვიდრე დასავლეთი ელოდება. ევრონესტის ბოიკოტი იყო რაღაცა საშუალება, ევრონესტს ჰქონდა მაშინ, რომ ქართულ ოცნებასთან ელაპარაკა და ეს ფორმატი გამოეყენებინა, ბოლო ფორმატი, ევროპული ფორმატი, რომელიც დააბოიკოტირა ქართულმა ოცნებამ. ესეც ჩამოეშალა დასავლეთს, ანუ დასავლეთს აღარ აქვს არანაირი ფორმატი, სადაც ქართულ ოცნებას დაელაპარაკებიან, იმიტომ რომ ქართული ოცნება
ეუბნება მათ მელაპარაკეთ, ოღონდ მელაპარაკეთ როგორც ავტოკრატ ქვეყანას, არ არსებობს პოლიტიკური პროდასავლური პარტიები ამ ქვეყანაში. ასე არ ამბობენ, მაგრამ ანუ ამას გულისხმობენ. ხო, როგორია ქართული ოცნება თავისი შინაარსით, საკუთარი ხალხი ცემა ავტობუსებში და მინივენებში 500 ადამიანი იყო ნაცემი, არჩევნები მიიტაცა სრულებით, გააუქმებს პარტიებს, ციხეში გამოკეტა ადამიანები, რომელთაც ფაქტობრივად არაფერი ჩაუდენი, ანუ ექიმები, მსახიობები, პოეტები, ყველა ციხეში არის, ყველა შრიდან არის ციხეში. მეორე ფლანგზე რას ხედავს დასავლეთი, თქვენი სახით? დასავლეთთან პოლიტიკური პარტიების. დასავლეთი ის რომ ქართულ ოცნებას არ აღიარებს დღემდე არის სწორედ აი იმ პროტესტის დამსახურება. აღიარებს როგორ? არ აღიარებს, არ ხვდება. არ ხვდება, ან საპირწორედ არ აღიარებს როგორც ლეგიტიმურ რაღაც ტიპის ხელის ჩამორთმევის ეპიზოდები ყოფილა. რომელიც უხერხულობას უფრო ქმნის ვიდრე სტრატეგიული გათვლას და ნაბიჯებს. მაგალითად, მაკრონმა რომ ხელი დაადო იმას კობახიძეს, არ იყო ეს სტრატეგიული გათვლა, ეს იყო უბრალოდ იმ უხერხულობის თავისარიდება, რაც კობახიძემ შექმნა. კი ბატონო, არ გვინდა ეს ვთქვი ინტერპრეტირება, მაყურებელმა ნახა ეს კადრები და თავად გამოიტანოს დასკვნა უხერხულობის გამო იყო თუ რის გამო. გასაგებია რომ შემცირებული აქვს მაღალ დონეზე შეხვედრები. არც ერთ კონფერენციაში არ მონაწილეობენ, რაც ევროკავშირმა გააკეთა. იმ უმძიმეს დასკვნაშიც კი, რომელიც იყო გაფართოების უმძიმესი ანგარიში, ახალი არჩევნების მოთხოვნა, რამე ასეთი იქ აი ეს იყო გაფართოების ანგარიში, რომელიც ვერ მოხდებოდა ახალი არჩევნები. ეს იყო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით. მანამდე ხო იყო ყველა რეზოლუციაში ითხოვენ ამას, არა მარტო ევროკავშირის, ევროსაბჭოს რეზოლუციას ამას გულისხმობდა. რეზოლუციები მაინც საპარლამენტო დოკუმენტია, იქ პოლიტიკოსების შედგენილი და არა აღმასრულებელი. რა თქმა უნდა, მაგრამ რეზოლუციები, აი ქართული ოცნება ხშირად ამბობს, რომ ეს არის ცარიელი ფურცელი ან სავალდებულო შესასრულებელი მათივე აღმასრულებელი სტრუქტურების რეზოლუციები ქმნის ევროკავშირში ნარატივს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის რა მდგომარეობა ქვეყანაში ამ ქვეყანასთან როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ეხლა ვილაპარაკოთ რა არის საპირწონე, რას ხედავენ ისინი, ვის ხედავენ? საპირწონედ ის არის რომ დასავლეთი უყურებს საქართველოში პროცესს ორნაირად. ერთი ის რომ ქართულ ოცნებას არ ელაპარაკებიან და ამბობთ რომ ლეგიტიმაციას არ აძლევენ მათ როგორც ხელისუფლებას, არის გამოწვეული იმით რომ პროტესტი გრძელდება და პროტესტს ერთი წლის მანძილზე მიუხედავად ზეწოლისა რეპრესიების და მაინც არის ხალხის მოთხოვნა რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ახალ არჩევნებზე როცა ვსაუბრობთ ეს არ გულისხმობს ახალ არჩევნებს იგივე წესებით რაც ჩაატარეს, არამედ ახალი კრიტერიუმებით და თავისუფალ სამართლებრივ წესებზე და კრიტერიუმებზე შემდეგ ვილაპარაკოთ, ჩვენ სალომე ზურაბიშვილი ჩავწერეთ, რომელიც ახალ არჩევნებზე ლაპარაკობდა რომ უნდა წავიდეთ, არ უნდა იყოს ახლა პრანჭვა თუ რაღაც შეიძლება სხვა სიტყვა თქვა, უნდა წავიდეთ ყველანი, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ეს ახალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალ გარემოში ჩატარებული. ესეც უნდა ვიცოდეთ. მაგრამ დასავლეთი დასელოდება ჩვენგან. დასავლეთს ჭირდება აი ამ პროცესში, ერთწლიან პროცესში დაინახოს ალტერნატივა ვის ელაპარაკება. დასავლეთის ვის ელაპარაკება? ან ვინ არის წარმომადგენელი ამ წინააღმდეგობის? წინააღმდეგობას ვინ ქმნის ამ ქვეყანაში? მე გიორგი ბუტიკაშვილი, თინა ბოკუჩავა ნაციონალურ მოძრაობამ თუ თამარ ჩერგოლაიშვილი, რომელიც ცალ-ცალკე აქტორები არიან. სწორედ ეს არის პრობლემა დასავლეთისთვის, რომ ჩვენ ერთიანობაში დაგვინახოს. მე ცალკე არ წარმოვადგენ საქართველოს და ჩემ პარტიას, ან მარტო ჩემ პარტიას, ვერც წინა ვერ წარმოადგენს თავის პარტიას და ვერც დანარჩენი პარტიები, რომლებიც ახალშექმნილი პარტიები არიან, ვერ წარმოადგენენ მხოლოდ თავის პარტიას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთ წინააღმდეგობაში. ეს ერთი დიდი წინააღმდეგობა შედგება ან რამოდენიმე შრისგან. პირველი ეს არის პარტიები, რომლებიც ბოიკოტში არიან, არ შევიდნენ თვითმმართველობის არჩევნებში და გამიხარდება დღესაც რომ ლელომ შემოუერთდეს აი ამ წინააღმდეგობას, უკვე წინააღმდეგობას, რომელიც გაერთიანებული არიან პარტიები, რომელიც თანხმდებიან თამაშის წესებზე. რომელიც ბოიკოტში შემოვიდეს, ლელო არჩევნებშიც იყო და საკრებულოშიც არის და რომ ეხლა რა ტიპის ერთობაში ეპატიჟებით? იმ ერთობაში, რომელიც ქმნის მთავარ ამოცანას, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. შეიძლება თანაზიარია ამ იმაში გიკითხავთ, ანუ გილაპარაკიათ ამ თემაზე? კონსულტაციები მიმდინარეობს და რა ვიცი, ხა ნახავთ ალბათ როგორ გამთავრდა, მაგრამ მოცემულობა არჩევნებში წასვლის გამო თქვენ ლელოს რუსული სპეცოპერაციის მონაწილეებს ეძახდით, შეიძლება პერსონალურად თქვენ არა, მაგრამ ეხლა რამდენად ეს შესაძლებელი აქედან გამომდინარე, თქვენი და ლელოს გადასაწყვეტია, უბრალოდ მოცემული. საზოგადოებაც ხო აჩვენა, რომ ისტორიულად მინიმალური მონაწილეობა იყო საქართველოს, ანუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ანუ არ მივიდა ხალხი, ეგრეთ წოდებული ანუ რა ქვია, თურნაუთი გამოცხადება საარჩევნო უბნებზე იყო უკიდურესად დაბალი.
შესაბამისად ხალხის ნდობა ვერ მოიპოვა ლელო მათ შორის დაკარგეს ამომრჩეველი, რომელიც მანამდე ყავდათ, გახარიას პარტიამაც დაკარგა ამომრჩეველი. ხო, ეს ხო არის მოცემულობა, რაც ჩვენ მივიღეთ, მაგრამ ეს არის ცალკე თემა. ანუ მთავარი არის ხა ჩვენ ეს ერთიანობა გავაკეთოთ იდეაზე, რაზეც თან ხვდებით ყველა. და ჩვენ ხო ერთიანობა, ესე იგი, ბოიკოტში მყოფი პარტიების, მათ შორის ახალი პარტიები, რომლებიც იზიარებენ ამ იდეას და არიან ესეთი პარტიები, რომლებიც გახარიას ადგილს აქ ვერ ხედავთ. გახარიას ადგილს ვერ ხედავთ, იმიტომ რომ გახარიას ვერ ხედავთ, მაგრამ თქვენ გახარიასაც ვერ ხედავთ, იმიტომ რომ არ არის ქვეყანაში და მან აირჩია გზა იყოს გერმანიაში. ლელოს ადგილს ხედავთ თუ არა? ლელოს შეუძლია, რა თქმა უნდა, იყოს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პარტია, რომელიც აი ამ ერთობისთვის არის მომართული და ლეგიტიმაციის ფორმას არ უნარჩუნებს ქართულ ოცნებას, მნიშვნელოვანია რომ იყოს ამ საკრებულოში რომ არის შესული თქვენ ხომ ეს ლეგიტიმაციის ფორმატ მიგაჩნდა და ეს არის პრობლემა მათთვისაც და არის რა თქმა უნდა იმ ადამიანებისთვისაც ვინც წინააღმდეგობაში არის, მაგრამ ლელო აქ არ უნდა იყოს კლავაც გამხლეთში თემა ყავს ხო? არიანის პარტიები, რომლებიც აი ამაზე უკვე თან ხვდებიან, არის სამოქალაქო სექტორი, რომელიც თან ხდება. წინააღმდეგობის მოძრაობა, ვინც თვლით რომ ხელისუფლების ალტერნატივად უნდა პოზიციონირებდნენ. ახალი ახალი ნაციონალური მოძრაობა, ფედერალისტები, ევროპული საქართველო, ჩვენი კოალიციიდან გირჩი დროა ცხადია, არის თავისუფლების მოედანი, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაურეგისტრირებია ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ეს მათ ეგრეთ წოდებული რვიანი წინასაარჩევნო. ეგრეთ წოდებული რვიანი, დიახ, რომელიც ქმნის ამ პარტიულ ერთობას. არიან ასევე ადამიანები, რომლებიც მოძრაობებად არეგისტრირებიან, ანუ წარადგინეს თავი როგორც მოძრაობები, არიან სამოქალაქო სექტორის. თქვენ ხართ ალტერნატივა. ჩვენ მარტო არ ვართ ალტერნატივა და ეს ლელო მინუს გახარია. ლელომ თავად უნდა გადაწყვიტოს, გახარიასთან არ გაქვს საერთო. ამბავია, დიახ. სწორად მივხვდი? დიახ, იმიტომ რომ გახარიას ვინ უნდა იყოს ამ. ნახეთ, მაგრამ ეს არის პარტიული სტრუქტურა, ან პარტიული ნაწილი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ დიდ წინააღმდეგობაში, ეს პარტიული ამოცანა არ არის მხოლოდ ქართული ოცნების რეჟიმის შეცვლა დემოკრატიული ძალებით და პროდასავლური ძალებით. ამის ლოკომოტივი არის ასევე სამოქალაქო სექტორი, რომელიც ეგრეთ წოდებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ ფარაში, ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონში, არასამთავრობო ორგანიზაციები, და პლუს მოძრაობები, აქტორები, სამოქალაქო აქტორები, რომლებიც ამ პროცესში ჩართულები არიან და აქტივისტები, რომლებიც 1 წლის მანძილზე არ გაჩერებულან და მიუხედავად რეპრესიების და ჯარიმის ყველანი ეხლა ვინც ჩამოთვალეთ რაღაცნაირ ეხლა კოორდინაცია გვაქვს, კოორდინირებულად რაღაც ახალ მოძრაობას აფუძნებთ. რა თქმა უნდა, ეს არის თავარი ამოცანა, ჩვენ ამაზე მუშაობთ, ინტენსიურად მუშაობთ. ვინ იქნება თქვენი ეს თქვენ ქოლგა პერსონა? ქოლგა პერსონა ერთმანეთს ვაერთიანებთ, კოორდინაცია გვაქვს, არ არის აუცილებელი რომ მეც და დანარჩენმა აი ამ ჯგუფის წარმომადგენელმა ერთიანად ვიმოძრაოთ, ერთიანად ვიმუშაოთ, თავარია კოორდინაცია იყოს, პარტიულმა ლიდერებმა გააკეთონ თავისი საქმე, აქტივისტები ოღონ ერთ თემაში. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის აი ამ ყველაფრის გამაერთიანებელი, როგორც საგარეო აქტორი, რა თქმა უნდა ჩვენ მასთანაც გქონდა ამაზე საუბარი და მისი როლი სწორედ აი ამაში გამოიხატება, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დღემდე წარმოადგენს დასავლეთისთვის ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ეს რეზოლუციაში რაც ასევე არის ჩაწერილი. თუ ლელო არ შეუერთდა ამას და გახარიას ისედაც თქვენ ვერ ხედავთ ამ მოძრაობაში, ეს ნიშნავს თუ არა რომ ეს თქვათ საარჩევნო წონის მქონე 4-ულიდან მხოლოდ 2-ის და კიდევ რამდენიმე პარტიის საარჩევნო წონა დაადასტურა თვითმმართველობის არჩევნებმა, მათი წონა აღარ არსებობს ფაქტობრივად. ნახეთ ლელოს შემთხვევაში და გახარიას შემთხვევაში საერთოდ გაცამტვერდა. თქვენ ასე ხა თქვენც რომ შეგემოწმებინათ? ხარ, შეგემოწმებინა არა, მათ ამორჩეველი დაკარგეს, ვინც მანამდე უჭერდა მხარდად. მათი ამორჩეველი რომ ისულიყო არჩევნებზე, იმ ხმებს მოაგროვებდნენ. უბრალოდ არ მივიდა. თქვენს მიერვე არაღიარებული არჩევნების წონით ლაპარაკობთ? ჩვენ ლაპარაკობთ იმ წონით, რომ ხალხში პროტესტი არ გაჩერებულა, წინააღმდეგობა არსებობს, მოთხოვნა არის მათ შორის პროტესტის მონაწილეების, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და ახლა ეს მოძრაობა ფიქრობს, რომ ლელო შეიერთოს, ანუ მისი გეგმა რა არის? ანუ ლელოს გზა, რომელიც მათ გაიარეს, იყო მათივე ამორჩევლისთვის დამაბნეველი რეალურად. ხო, ლელო და მისი ამორჩეველმა გაარკვიოს, მაგრამ ჩვენ თუ ისინი მოისურვებენ, თუ ისინი რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის ეს დიდი წინააღმდეგობა
მოძრაობა შევქმნათ, სადაც იქნება ქალბატონი სალომეც ასევე როგორც ჩვენი საგარეო წარმომადგენელი და ამაზე მუშაობთ, როგორც გითხარით, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ. ეს მოემსახურება ორ მთავარ მიზანს. პირველი რომ საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ ერთი მიზნის გარშემო ერთობა შეგვიძლია და ამას ისედაც ვაჩვენებთ, ანუ ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ რომ დავიხსნათ ეს ქვეყანა ივანიშვილის პლანეტიდან და მეორე დასავლეთი დაინახავს რომ არსებობს ალტერნატივა საზოგადოებაში, რომელიც ლაპარაკობს ერთ ენაზე და არა ცალ-ცალკე ენაზე, როგორც წინასაარჩევნოდ ხდებოდა. მოგიწევთ ხოლმე თქვა ცოტა ხნის შემდეგ რა ამ ახალ მოძრაობას რა თქვა რამდენად შორს წავა, ამაზე ვილაპარაკებთ. მადლობა გიორგი ბუტიკაშვილს.